მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ბაქსუდის მოედნიდან ჰორეკას მინიფეხბურთის ჩემპიონატის მეოთხე სეზონის დასკვნითი ნაწილი, დასკვნითი დღე, ფინალი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლიბო გრუპის და ჯეოქრინის გუნდები. გამოვლენ მოთამაშეები მოედანზე, ვიხილავთ მცირე გახსნით ცერემონიას საფინალო დღის და დაიწყება ცოტა ხანში შეხვედრა. კიდევ ერთხელ ლიბო გრუპი და ჯეოქრინის გუნდები, რომლებაც გაიარეს საკმაოდ რთული, საკმაოდ გრძელი გზა და დამსახურებულად მოაღწიეს ფინალამდე. ფინალში კი აი ამ დღეს დაახლოებით 40 წუთის შემდეგ გაირკვევა თუ ვინ იქნება მეოთხე სეზონის ჩემპიონატი, ვინ იქნება ამ ორ გუნდს შორის საუკეთესო. ეს ლამაზი ატმოსფერო დახვდათ გუნდებს, რომელიც რა თქმა უნდა არის გულშემატკივრების დამსახურება. გულშემატკივრებიც ძალიან დიდ წვლილს თამაშობენ რა თქმა უნდა ასეთ მომენტებში. მიესალმებიან გუნდები ერთმანეთს, გაიმართება კენჭისყრა და დაიწყება ცოტა ხანში ჩვენი შეხვედრა. ტურნირის გენერალური სპონსორია სნექი, რომელიც აწარმოებს ჩანსახ პროდუქციას მიწის ხილის კარქის სახით. შეეძინეთ მათი პროდუქცია და დამერწმუნეთ არინანებთ და გახდებით მათი ერთგული მომხმარებელი. ახლა კი თავარი ყურადღება გული და სული გაატანილია მატჩისკენ. გაგაცნობთ შემადგენლობაში ჯეოქრინის შემადგენლობა. პირველი ნომერი გიორგი ბარბაკაძე, კარში 5 რეზი ყანჩელაშვილი, 6 ლაშა კალანდია, გუნდის კაპიტანი 10 გუკა კაციაშვილი, ლევან ძიძიბაძე და 11 ლუკა მაღლაკელიძე. რაც შეეხება ლიბო გრუპს, კარში პირველი ნომერი ნიკა ბაბაკიშვილი, 4 ნომერი გიორგი ჟვანია, 29 აზო კორძაძე, 23 ილია გორდაძე, 11 გუნდის კაპიტანი ნიკა ზაქარიაძე და 88 ჯუბა ფრუიძე. დიდი სრულებები რა თქმა უნდა არ არის გუნდების შემადგენლობაში. მოთამაშეების ყურებას მოედანზე ისეთ მიჩვეულები ვიყავით მთელი მეოთხე ტურნირის, მეოთხე სეზონის განმავლობაში და კიდევ ერთხელ ვიხილავთ მათ მოედანზე და ბოლოჯერ ამ წლის განმავლობაში მოგეხსენებათ შემოდგომი სეზონით ასრულებს ჰორეკა ჩემპიონატს, თუმცა რა თქმა უნდა აუცილებლად შევხვდებით გაზაფხულზეც. თუმცა იქამდე არის 40 წუთი სანამ დასრულდება ეს სეზონი და 40 წუთის განმავლობაში გაირკვევა ვინ არის მეოთხე სეზონის გამარჯვებული. ყველაფერი მზად არის მატჩის დასაწყებად. და რამდენიმე წუთში დაიწყება ჩვენი შეხვედრა. თითქოს არ ეტყობათ მოთამაშეებს ნერვიულობა, ემოციური ფონი, მაგრამ ეს არის ფინალი და რა თქმა უნდა აუცილებლად ვიგრძნობთ ჩვენც და მოთამაშეებიც, როდესაც უშუალოდ დაიწყება შეხვედრა. ისინი კი თამაშეები კი სარგებლობენ ამ პაუზით და საუბრებიან ერთმანეთს, ამხნევებენ რა თქმა უნდა. წესით კი ეს ხალხის მიშლის აქ რა დგას. რამდენიმე წუთი, რამდენიმე წამი და დაიწყება ჩვენი შეხვედრა. ამხნევებენ გულშემატკივრები მოთამაშეებს. ველოდებით მთავარი არბიტრის სასტვენს. გუკაცია დაიწყებს თამაშს, კი ბატონო, დაუგორა ბურთი ლიბო გრუპის მოთამაშეებს და ლიბო გრუპმაც დაუბრუნდა ბურთი ჯეოქრინს. ბარბაკაძე საკუთარ საჯარიმოში ბურთით ანჩელაშვილი. აბა ვნახოთ რა შემოგთავაზებენ მოთამაშეები. აქ ძალიან შეცდომა დაუშვა გორდაძე, მაგრამ თავადო გამოასწორა. ძინძბაძემ ჩაუჭრა გადაცემა, ახლოს იყო კარში დარტყმასთან, მაგრამ ითამაშა პრესინგზე მალევე. გორდაძემ გამოასწორა შეცდომა და ანეიტრალა სიტუაცია. ბურთით არის ჯეოქრინი, ძინძბაძე გათამაშება ბურთის, ფრუიძეს გამოაქვს საჯარიმოდან. ბარბაკაძე ბურთით საკუთარ ნახევარ საჯარიმოში, გრძელი გადაცემა ბარბაკაცის, კორძაძე პირველია ბურთზე, მაგრამ შემდეგ ძინძბაძე კარგად ცდილობდა კედის გათამაშებას მაღლაკელიძესთან, მაღლაკელიძეც უბრუნებდა ბურთს, მაგრამ ირაკლი შეელია ლიბო გრუპის თავარი მწვრთნელი. ხედავთ თქვენს ეკრანებზე, აქეთ მინდია კალანდია, ჯეოქრინის თავარი მწვრთნელი. ზაქარიაძე მოედნის ცენტრში, ის კაპიტანი, ის ჩამდგმელი.
ესეზე თამაშობდნენ ჯეოქლინის მოთამაშეები, ბაბაკიშვილი ბურთით საკუთარ ნახევრიდან გრძელი გადაცემა. თუმცა ვერ დაამუშავა ბურთი ლიბო გრუპმა და აუტი დარჩება ჯეოქლინს, აქ მაღლაკელზე კარგი არის, პრესინგზე მოიპოვა ბურთი, თუმცა ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, შემდეგ შეეცადა მოტრიალებას, მაგრამ ყორძაძე ჩაუჭრა ეს გადაცემა ჟვანია ბურთით. ლიბო გრუპს 4 ნომერი დააწყნარა თამაში სიტუაცია. ყორძაძის მაღალი გადაცემა, აქ ზაქარიაძე უნდა იყო ჩასაფრებული, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს ბურთს მიღებას. აი ახლა არს ოთაბძოლაში კაციასთან მოინის ელჩი, მოიგო ოთაბძოლა, ჯანმრთელობა მასე კაცია, მაგრამ აგრძელებს თამაშს ლიბო გრუპი, შორეული გასწავლა დაიგოყა ეს დარტყმული. აუტი უნდა მოაწოდოს ბურთი ლიბო გრუპმა. ამას გააკეთებს ფუიძე. ლიბო გრუპის 88 ნომერი. გადაცემა გორდაძეზე, გორდაძე იძულებულია დააბრუნოს ბურთი. უკან ბაბაკიშვილის მაღალი გადაცემა, შემდეგ პირდაპირ კარისკენ წავიდა, მაგრამ ზემდე გადაუარა ჯეოქლინის კარს ბურთმა. ბარბაკაძე ბურთ მაღალი ტემპით არ დაუწყიათ გუნდებს თამაში და ეს რაღაც მხრივ ლოგიკურიც იყო, ვინაიდან პირველ წუთებზევე არ გარისკავენ გუნდები, ბაბაკიშვილი კარგი არის გამოსვლაზე გადააგდო ბურთი აუძებს, სწრაფად გაითამაშა აუტი ჯეოქლინა ძინძიბაძე ბურთით. მარჯვენა ფლანგზე კარგი არის მის წინააღმდეგ გორდაძე. განეიტრალა ძალიან მარტივად ძინძიბაძე, ჯეოქლინის შემტევი და 7 ნომერი კაცია. ოდის ცენტრში ჯარიმდება მასზე გიჟვანია. ანჩელაშვილი გაათამაშებს სტანდარტს. ესმე შეძახილები ლიბო გრუპის გულშემატკივრები ამხრევებენ მოთამაშეებს კაციაცილოვე თავით დარტყმას და ბაბაკიშვილის კარის აღებას, მაგრამ ყველა ვებუებით რომ ასეთი დარტყმული ბაბაკიშვილის კარის აღება ძალიან რთულია. რაც არ უნდა მოხდეს დღევანდელ შეხვედრაში, ალბათ ბაბაკიშვილი გახდება ტურნირის საუკეთესო მეკარე. ამის ალბათობა დაახლოებით 99.9%-ია. 0.1%-ს არწმუნებული ვარ დაამატებენ ტურნირის დელეგატები. ძელი გადაცემა ბლოკება, გორდაძე კარგი არის კვლავ დაცვაში. სასწაული სეზონი ქონდა ნამდვილად ნიკა ბაბაკიშვილს. მეოთხე სეზონი პრაქტიკულად შეიძლება თქვა რომ მისი იყო არის რანგში. ამასობაში საერთოდ არ იგრძნობა. საფინალო თამაშია, თითქოს ძალიან კარგი გადაცემა მაღლაკელზე უშლიდა ბაბაკიშვილს ხელს და როგორ გამორჩათ ლიბო გრუპის მცველებს მაღლაკელიძე. ახლა მოახერხეს ამ შეტევის მოგერება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეთ მომენტებს არ აპატიებენ. ჯეოქლინის მოთამაშეები ცოტა ყურადღებით, მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ დაცვაში ლიბო გრუპის მოთამაშეები. ჟვანია იყო დაშავებული ამ მომენტში, მაგრამ წამოდგა ჟვანია აგრძელებს თამაშს. გორდაძე გაათამაშებს აუტან ბურთს. გორდაძის გადაცემა ფუიძე ვერ მიიღებს ამ ბურთს. შეეხო ბურთს, მაგრამ ვერ მოახერხა დამუშავება, აუძე გაეძ ბურთი ყანჩელაშვილი. ბარბაკაძეს გადაცემა, ბარბაკაძე შემდეგ მაღალი ბურთი დაკიდა, აქ უნდა იბრძოდეს და უნდა იბრძოლოს მაღლაკელიძე, მოიგო ოთაბძოლა, მაგრამ შემდეგ ბაბაკიშვილი მარტო არის საკუთარ საჯარიმოში. გორდაძე სტრაპონტრიაჟი ცდილობს ამოსვლაც ლიბო გრუპი კარგად გაითამაშეს ბურთი, მაგრამ ბოლო მომენტში ჯუბა ფრუიძე ვერ ახერხებს ბურთის დამუშავებას. ბარბაკაძე საჯარიმოდან აპირებს მაღალი გადაცემის გაკეთებას ბატონო, თუმცა პირველი არის ბურთზე გორდაძე. შემდეგ ყანჩელაშვილი სართულზე მოიგო ორთაბძოლა ჯეოქლინმა, კარგი გათამაშება, მაგრამ ახლა უკვე ფრუიძე ძალიან კარგი არის დაზღვევაზე დაცვაში. ამოაქვს ბურთი ყანჩელაშვილი საკუთარ ნახევარზე მოიგო ორთაბძოლა. შემდეგ გადაცემა არაზუსტია და ლიბო გრუპის ბურთს ფრუიძე გადაცემა, ესეც არაზუსტია, თუმცა როგორც ჩანს ბურთი დარჩა მაინც ლიბო გრუპს. როგორც ჩანს ჯეოქლინის ერთ-ერთი მოთამაშისგან დატოვა მოინის ფარგლები ბურთმა, ზაქარიაძე ჯერჯერობით ვერ აკეთებს იმის გაკეთებას, რაც აკეთებდა, რასაც მიგვაჩვია მოთამაშემ ტურნირის განმავლობაში. ძალიან სახიფათო არის და უფრთხიან ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ჯეოქლინის მოთამაშეებიც მისთვის უწის დატოვებას, მაგრამ არანაკლებ ხიფათიანები არიან. აქ კაცია ძალიან კარგი შანსი აქვს დარტყმა და ბაბაკიშვილმა აჯობა. პირველი სევით ვარსები ბაბაკიშვილის მხრიდან. მოუწია სერიოზულად დღევანდელ შეხვედრაში ჩართვა, შემდეგ ძინძიბაძის გამწვავებას, მაგრამ კარგად თამაშობენ დაცვაში ლიბო გრუპის მოთამაშეები.
ამჯერად უკვე ახმაურდნენ ჯეოქიმის გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, მონის კარგებს გარეთაც ცვალებადი იქნება სიტუაცია, ხან ეკონომიკის გულშემატკივრები იქნებიან აქტიური, ხან მეორე გუნდის გამჭოლი გადაცემა, კაცი ასე ვერავინ უპასუხა ამ გადაცემას და აუტი უნდა მოაწოდოს ლიბო გრუპმა. ამასობაში დაახლოებით 8 წუთი მინუტა პირველი ტაიმის, ანგარიში 0-0. ძალიან სახიფათო შეტევებიც არ გვახსოვს. პრინციპში გუნდების მხრიდან აქ მაღალი გადაცემა კალანდიასი ძალიან მაღალია და გადადის გადაუარა ზემოდან ბაბაკიშვილის კარს ლიბო გრუპის ბურთით. ეს მიჩეძახილები ამხნევებენ გულშემატკივრები ლიბო გრუპის მოთამაშეებს. როიძე ძალიან კარგი ჩანაფიქრი აქ შეეძლო ბურთზე თამაში. ჟვანიას მაგრამ ფეხი დაუცდა, საბოლოოდ ბურთით მაინც დარჩება ლიბო გრუპი, ვინაიდან ბოლოს ჯეოქიმის ერთ მოთამაშე შეეხო ბურთს, დარტყმა ძალიან პირფუში დარტყმა ჟვანიასი. საკმაოდ ახლოს წავიდა კარისკენ, მაგრამ ბარბაქაძე ალბათ მაინც აკონტროლებდა სიტუაციას, არც ოსაჭირო. მისი შეხება ბურთზე აქ მაღლაკელიძე მაღალი გადაცემა. ცდილობდა ბურთზე თამაშს, ვერ მიიღო. გორდაძე, ჟვანია, გორდაძე. გადაცემა ალანდია თუ არ არღოს თამაშის წესებს კი ბატონო. საქმეში თამაში ამოჩი და არღო თამაშის წესები მოუბოდიშა იქვე. გაზარალებულ აზო კორძაძეს. ლიბო გრუპის 29 ნომერს. გორდაძე გაათამაშებს. სტანდარტს გაისმის სასტვენი, ხოთრა ჩაიფიქრა ლიბო გრუპმა. ჟვანიაზე გათამაშება დარტყმა კარის მართულობით. ძლიერი იყო ეს დარტყმა, მაგრამ არაზუსტი არ წავიდა კარისკენ. ჯერჯერობით მაინც უფრთხიან გუნდები ერთმანეთს, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის პირველი ნახევარი პირველი ტაიმის მიიწურა კაციაზე. დაიწყო თამაშის წესები, დამნაშავე გახლდათ ია გორდაძე. კალანდია გაათამაშებს ბურთს. გადაცემა ძინძიბაძეზე, ძინძიბაძე კარგი არის გორდაძის წინააღმდეგ, პრესინგზე დაატოვებინა ართა ბურთი, მაგრამ ბურთი გადადის აუტზე ბარბაქაძე. ანახაზიდან გრძელი გადაცემა ძინძიბაძე მიიღო ეს ბურთი. ძინძიბაძე მოკან დაუბრუნდა კალანდიას, კალანდია დარტყმა კარის მართულებით. არაზუსტია ეს დარტყმით. ცდილობენ გუნდები მომენტების შექმნას, მაგრამ ჯერჯერობით აი მე რეალური, აი მე ძალიან სახიფათო ვერ შემოთავაზეს გუნდებმა. იმედია ნელ-ნელა გააქტიურდება თამაში და ნეიტრალური გულშემატკივარი ციხილავ ძალიან საინტერესო თამაშს. საინტერესო თამაშს რა თქმა უნდა პირველ რიგში გულშემატკივრების. აბაკიშვილი ბურთით. გარიმოდან ძელი გადაცემა, ჟვანია თავი თამაშობს ბურთზე. მაგრამ ვერ ახერხებს ხერიანად მომენტის გამოყენებას. ცეოდა თავი დარტყმას კარისკენ, მაგრამ არაზუსტი იყო დარტყმული. დაცე ძლიერი მაღლაკელიძე მეორე სათულზე მოიგო ოფთამბრძოლმა, მაგრამ შემდეგ მოიცეჩი გამარჯვებული დარჩა ლიბო გრუპი. ზაქარიაძის დარტყმა კარის მართულებით. არაზუსტია ჯერჯერობით ვერ გაისწორა მიზანი ზაქარიაძემ. კალანდია მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა ბურთზე თუ ითამაშებს მაღლაკელიძე. როგორც ჩანს ძალიან ძლიერი იყო ეს გადაცემა, ვერ იმას რომ ბურთს მაღლაკელიძემ. თუმცა იქამდე იყო თამაშის წესების დარღვევა. კალანდიაზე და საკუთარ ნახევრიდან განაახლებს თამაშს ჯეოქლინი. არბაქაძე მაღალი გადაცემა არ გადის კორძაძე ჩაჭრა ეს გადაცემა ძალიან საფრთხე შეიძლება ეს გამოვიდეს ეს შეტევა კორძაძე მარცხენა ფლანგიდან კვლავ ზაქარიაძეს გადაცემა ვერ შეიმაგრა ბურთი მონიცეში ზაქარიაძემ დაკარგა შემდეგ მაღლაკელიძე თამაშობს კონკურენტ მაგრამ ბურთი გადის მონის ფარგლებს გარეთ რაც იმას ნიშნავს რომ ლიბო გრუპი კვლავ მეტოქის ნახევარზე იქნება ბურთით გორდაძე საკუთარ ნახევარზე მოუწია ლიბო გრუპს ბურთის დაბრუნება შემდეგ იწყებს შეტევას გორდაძე მონიცეში კარგი არის შემდეგ ძინძიბაძე რომლის წინააღმდეგაც არღობს თამაშის წესებს ლიბო გრუპის კაპიტანი ნიკა ზაქარიაძე ეზი ყანჩელაშვილი განაახლებს თამაშს საკუთარ ნახევრიდან სტანდარტით ამორბენი დარტყმა კარის მიმართულებით არაზუსტია ეს დარტყმა და ბაბაკიშვილი კვლავ ბურთით თამაშის შემდეგაც გამომდინარე ვერ ვიტყვით რომ რომელიმე გუნდი ერთ-მეორეს ჯობია თანაბარი არის სიტუაცია ჯერჯერობით კალანდია იგერიებს ბურთს მაგრამ თითქმის კარისკენ ჩაჭრა კალანდიამ ბურთი კუთხურზე კუთხურით იხეირა საბოლოოდ ლიბო გრუპმა ზაქარიაძე ბურთით
აჩერებს თამაშს თავარი არბიტრი. როგორც მისი მითითების შემდეგ უნდა განახლოს თამაში ლიბოგრუპმა. ბატონო გასაბძანება არბიტრმა ჩაწოდება და 1-0 ხდება ანგარიში. ძალიან სწრაფად გაათამაშა კუთხური ვერც მოვიდნენ აზზე ჯეოკლინის მოთამაშეები. ძალიან სწრაფად გაათამაშა კუთხური ლიბოგრუპმა ზაქარიაძის ძალიან კარგი გამოზომი გადაცემა და ჯუბა ფრუიძე გატანილი გოლის ავტორი გახსნა ანგარიში ჯუბა ფრუიძე მთელ შეხვედრაში აეხლა ნამდვილად დაიძაბება სიტუაცია. ედავთ აქ ყანჩელაშვილი ასაკეთებდა ყანჩელაშვილი ამაში მეთვალყურეოდ დატოვა ჯუბა ფრუიძე და ისარგებლა რა თქმა უნდა ამ მომენტით ლიბოგრუპის 88 ნომერმა ესეთი მომენტი არ უნდა გამოპაროდა რა თქმა უნდა ყანჩელაშვილს რაც მოხდა ანგარიში 1-0 და კვლავ შეტევაში არის ლიბოგრუპი. ეხლა რადიკალურად დაიძაბება სიტუაცია ძინძიბაძე ცდილობს იმზე თამაშს არ გამოდის ჯარიმა სიტყვა არ არის გორდაძე კარგია დაცვაში კარგად აყენებს კორპუსს და საბოლოოდ მაღლაკელიძე ჯარიმდება თავდასხმაში. ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა ლიბოგრუპმა. ჯეოქლინის გულშემატკივრები ამხნევებენ გუნდს რა თქმა უნდა აუცილებელი არის მხარდაჭერა ასეთ მომენტში ერთგოლიანი უპირატესობა მით უმეტეს მინიფეხბურთში მით უმეტეს ფინალში არაფერს არ ნიშნავს აქ მაღლაკელიძე ცდილობდა არისკენ დარტყმას და გორდაძეს უკვე მეორედ გამოეპარა ესე მაღლაკელიძე არ ვიცი უნდა ყურადღებით იყოს უფრო ლიბოგრუპი ახლა მით უმეტეს უკანა ხაზში. ძელი გადაცემა ჩაიჭრა კალანდიას მიერ, შემდეგ კორძაძე მოიგერია ბურთი კაცია მონიტერში მიიღო ბურთი, შემდეგ ძალიან მაღლა ბურთი კაციამ ზაქარიძის წინააღმდეგ თამაშობს არ არის თამაშისებს დარღვევა კაცია ცდილობს კარისკენ დარტყმა, შემდეგ ძალიან კარგი არის დაცვაში აზო კორძაძე. აუტიდან მოაწვის ბურთს ჯეოკლინი კაცია გადაცემა კალანდიაზე დარტყმა კარის მიმართულებით არაზუსტია. ამასობაში დაახლოებით 4 წუთი რჩება შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე. როგორც ჩანს, ლიბოგრუპი აპირებს პირველი ტაიმის მოგებას. აბაკიშვილი დააგდო ბურთი მაღალი გადაცემა, შვანია თამაშობს მეორე სართულზე. ზაქარიაძის დარტყმა ძალიან არაზუსტი, ძალიან დიდი მანძილით ხდება კარს. არბაკაძე ბურთი მაღალი გადაცემა, მაღლაკელიძე თამაშობს ბურთზე, მაგრამ შემდეგ კარგი არის გორდაძე. დაცვაში მოიგერია ბურთი აუტოზე. მიიღო მცირე დაზიანება, რომელიც იმედია არ იქნება სერიოზული. ბურთი დარჩა ლიბოგრუპში. გორდაძე, ჟვანია გასცილობდა აციას მოტყუებას, მაგრამ ეგრელი ადამიანის მოტყუება რა თქმა უნდა ასეთი მარტივი არ არის. კარგია შემდეგ ესინძია ძინძიბაძე ბურთით არის და მაინც ლიბოგრუპი ჟვანია მარჯვენა ფლანგიდან ძალიან კარგი მოძრაობა, ეხლა მოახერხა კაციას მოტყუება, შემდეგ ინტერვიუცილობდა არისკენ დარტყმასა ჩაწოდებას, ყანჩელაშვილი ბლოკავს ამ პასს და კუთხური ბალი გადაცემა, ახლა უკვე კაცია ბლოკავს ამ გადაცემას. ჟვანია ფრუიძე დარტყმა კარის მიმართულებით არაზუსტია, მაგრამ კვლავ მეთვალყურეოდ დარჩა ფრუიძე ყანჩელაშვილს. კარგად უნდა განაახლოს თამაში. ჯეოქლინმა ყანჩელაშვილი წამოიღო ბურთი. გადაცემა ძალიან კარგი იყო მაღლაკელიძე, მაგრამ ვერ მიიღო ძინძიბაძე ჩანაბგის, შემდეგ კორძაძე. კარგი არის დაცვაში ბურთი მოიგერია ლიბოგრუპმა, მაგრამ დროებით აქ ძალიან დიდი სივრცე აქვს ახლა უკვე. ჯეოქლინის მაღლაკელიძე დარტყმა კარის მიმართულებით და ძალიან ძლიერი დარტყმა აქ მოიგერია ბაბაკიშვილმა, ძელს მოხდა. როგორც ჩანს, ბატონი მოხდა ბაბაკიშვილს. არა, კაცრავად ძელს მოხდა ბურთი, როგორც ჩანს და საბოლოოდ ბურთი ხდება ლიბოგრუპი. აი აქ კაცია ძალიან კარგი არის დარტყმა კარის მიმართულებით აჯობა კაციას სამ მომენტში ბაბაკიშვილმა გააქტიურდა ჯეოქლინი ძალიან კარგი მომენტები შექმნა მიჯურით. ზედიზედ ორი მომენტი, მაგრამ მოახერხა ამ მომენტებიდან გამოძრომა ლიბოგრუპმა. მაღალი გადაცემა არ გადის მაღლაკელიძეზე აუტი მხოლოდ და მხოლოდ. შემდეგ ძინძიბაძეზე გადაცემა კვლავ აუტი.
აციას დარტყმა იბლოკება ეს დარტყმის ზაქარაძე კარგი არის პრესინგზე. სტანდარტი ყოველთვის შანსი არის რა თქმა უნდა კუთხე უნდა მოაწოდოს ჯეოქრინმა. ამას გააკეთებს მათი 10 ნომერი გუკა კაცია. გადაცემას ძლევდა, მაგრამ მიიღო ჩანაცვლი სკორძაძე, ჩაჭრა ეს გადაცემა აუტი. კიდევ ერთი აუტი ჩაჭრა ლიბოგრუმა, საბოლოოდ გამოაქვთ საკუთარ ნახევრიდან ბურთი მეტრს ნახევარზე გადააგდეს. ბარბაქაძის მაღალი გადაცემა მაღლაკელიძე უნდა ყოფილიყო ბურთზე, მაგრამ აჯობა მას საკუთარ ჯარიმოში ბაბაკიშვილმა და როგორც ჩანს ბოლოს ბურთს შეეხო თავად მაღლაკელიძე. ბურთი რჩება ლიბოგრუპს დარტყმა ჟანრს ძალიან ძლიერი დარტყმა მოიგერია კაციამ. შემდეგ მეორე სართულზე ორთაბრძოლა კორპუსი დააყენა ორდაძე, მაგრამ დააყენა თამაშის წესების დარღვევით. ჯარიმას გაათამაშებს საკუთარ ნახევრიდან ჯეოქლინი კალანდია ბურთით. ბარბაქაძეზე გადაცემა, ბარბაქაძის მაღალი გადაცემა, შემდეგ კვლავ მაღლაკელიძეზე, ამჯერად უკვე კარგი არის დაცვაში ლიბოგრუპი. ბარბაქაძე, კვლავ გრძელი გადაცემა, კვლავ მაღლაკელიძე, კარგი არის ჯვანია დაცვაში, შემდეგ გადაცემა კვლავ მაღლაკელიძეზე, მაგრამ არ გადის, კარგი იყო კორძაძე დაცვაში, აუც მოაწვდის ლიბოგრუპი. შეინარჩუნა ეს უპირატესობა ლიბოგრუპმა. და როგორც ჩანს პირველ ტაიმსაც დაასრულებენ ისინი გამარჯვებული ფრანგშა ძალიან კარგი გადაცემა ფრუიძე თამაშობს შემდეგ ურცე მაგრამ კარგად გაერკვა სიტუაციაში ბარბაქაძე და გადაარჩინა ჯეოქლინი მეორე გოლს. კაცია ძალიან ლამაზია მისი მოძრაობები შემდეგ ხებს შუა გაუძნა ბურთი. ზაქარიაძე იყო თვართები ის მოთამაშე მაგრამ შემდეგ ფრუიძე ძალიან კარგი არის დასხვევაზე და აღარ მისცა კაციას. შეტევის წარმატების საშუალება ახლა ძალიან კარგი არის პრესინგზე. ლიბოგრუპი, შემდეგ კორძაძე, ზაქარიაძეს თვისება დააბრუნებინა მაღლაკელიძის დარტყმა ძალიან ცუდი დარტყმა და დარტყმა კარიდან. გაუბრაზდნენ მოთამაშეები ჯეოქლინის ძინძიბაძე გაუბრაზდა მაღლაკელიძეს. გადაწყვეტილების შემდეგ ურთით არის ლიბოგრუპი. ალბათ რაღაც მართალიც იყო. ჯეოქლინის 7 ნომერი შეუდგა უთი დაამუშავებინა მაღლაკელიძეს, მაგრამ ასე დროს ასეთ მომენტში ფინალში არ შეიძლება რა თქმა უნდა ასე საკუთარი თანაგუნდელის მიმართ ემოციების გამოხატვა. ზაქარიაძე დაუბრუნა ბურთი შვანიას და არყამ უკანასკნელ, მაგრამ არაზუსტია ეს დარტყმა. დარტყმა კარიდან. ჯეოქლინი შეასრულებს ამ დარტყმას. ბარბაქაძე ანახლა თამაში მაღალი გადაცემა აქ ბაბაკიშვილი თამაშობს. ბურთზე საჯარიმოში ფლობს ბურთს და ამშვიდა თამაში ბაბაკიშვილმა. შედროც აიყვანა, შემდეგ გრძელი გადაცემა აქ ზაქარიაძე ვერი თამაშობს ბურთზე ბარბაქაძე ყანჩელაშვილი. შემდეგ კაცია კვლავ ყანჩელაშვილი კარგად გაითამაშა კედელი ჯეოქლინმა, შემდეგ ერთი პასი აღარ გავიდა მაღლაკელიძეზე, ბურთით რჩება მაინც ჯეოქლინი, აუტნა მოაწოდოს მაღლაკელიძემ. ან შეაყოვნეს ეს მომენტი მოთამაშეებმა საბოლოოდ დაასრულა პირველი ტაიმი თავარმა არბიტრმა ანგარიში 1-0 წინ არის ლიბოგრუპი შევისვენო დაახლოებით 5 წუთი და დაგიბრუნდებით მეორე ტაიმით მოიგო პირველი ტაიმი ლიბოგრუპმა ნახოთ რა შემოგთავაზებს ჯეოქლინი მეორე ტაიმში დროებით ასე გიბრუნდებით მეორე ტაიმით ზოგადად მაყურებლებო ანგარიში პირველი ტაიმის შემდეგ არის 1-0 ლიბოგრუპი არის წინ ჰორიკა ჩემპიონატის დასკვნითი ფინალური მატჩი პირველ ტაიმში ვერ ვიტყვით პრინციპში რომ რომლიმე გუნდს ჰქონდა აშკარა უპირატესობა ლიბოგრუპმა თანაბარ ბრძოლაში მოახერხა ერთი გოლის გატანა ახლა უკვე ჯერი არის ჯეოქლინზე დაიწყო მეორე ტაიმი დაიწყო ჯეოქლინმა და ვნახოთ რა მოიფიქრეს შესვენებაზე მოთამაშეებმა საწყის წუთებზევე არ გვესმის ჯეოქლინის გულშემატკივრების შეძახილება გვესმის ლიბოგრუპის ეს კი იმაზე მიანიშნებს თუ რამდენად ერთგულები რამდენად გამამხნევებლები შეიძლება იყვნენ გულშემატკივრები მაშინაც კი როდესაც გუნდი იგებს რა თქმა უნდა ისინი უკეთეს ხასიათზე არიან თუმცა უნდა გაამხიარულონ ჯეოქლინის მოთამაშეებმაც
საკუთარი გულშემატკივრები, სხვანაირად ფინალურ თამაში არ წარმოგვიდგენია რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარება აქ ჯეოკლინი უტევდა საკმაოდ კარგად პოზიციურად, ბაბაკიშვილმა მოიგერია ბურთი, აუტი უნდა მოაწოდო ჯეოკლინმა. დარტყმაშორეული ჩაიჭრა. ეს დარტყმული კარგი გადაცემა, შემდეგ ჟვანიას აქვს ბურთი, ბოლოს ბურთი ხო ჯეოკლინს ერთ-ერთი მოთამაშე და გაატარეს აუძე ბურთი. იბოგრუპის მოთამაშემა მოაწვის სწორედ ია გორდაძე. ახლა უკვე კი ბატონო გვესმის ჯეოქლინის გულშემატკივრების შეძახილები. არბიტრი ჩერეს თამაშ ახლა მისცა მოთამაშეებს განახლების საშუალება. ჟვანია ძალიან ძლიერი, ძალიან ზუსტი დარტყმა, მაგრამ კარგი არის კარში გიორგი ბარბაკაძე. ძალიან რთული ბურთი მოიგერია ამ მომენტში ჯეოქლინის მეკარემ. უთხურს მოაწვის ლიბოგრუპი. და მოახერხეს როგორმე ჯეოკლინმა და არ გაუშვას მეორე გოლი აქ ჟვანიას კიდევ ერთ დარტყმა, მაგრამ ამბოლად კი არაზუსტია ჰაიდან წაზე დაუშვებლად უყავდა არის მიმართულებით, მაგრამ არაზუსტი გამოდგა ეს დარტყმული. მაღლაკელიძე ბურთით მარცხენა ფლანგზე, ბურთით უკან გადაცემა ბარბაკაძე. ბარბაკაძის მაღალი გადაცემა ჩაჭრა ფრუიძემ და ბურთით არის ზაქარიაძე, მაგრამ შემდეგ ძალიან კარგი არის დაცვაში ყლანდია. ბურთი დარჩა ჯეოკლინს, მაღლაკელიძე სილოლა მოიცანსკენ მოედის ცენტრში შესვლას, მაგრამ გორდაძე ძალიან კარგი არის დაცვაში. კორძაძე ბურთით აიჭედა კორძაძე, მაგრამ მოიგერა საბოლოოდ ბურთი აუძე. ყანჩელაშვილი შეიყვანა ბურთი თამაში აუდნენ. კაცია მოედის ცენტრში ცდილობს გაგრძელების ოძებნას, შემდეგ უკან გადაცემა ვერ მონახა წინ ვერავინ. გრძელი გადაცემა ბარბაკაძეს არაზუსტი აუტი უნდა მოაწოდოს ლიბოგრუპმა. ვერ დაიწყო ალბათ მაინც ისე მეორე ტაიმი ჯეოქლინმა როგორც წარმოედგინათ, მაგრამ რა თქმა უნდა რთული არის ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაშის გაკონტროლება, როგორც არის ლიბოგრუპი, რომელმაც დააღწია თავი საკმაოდ რთულ ჯგუფს. გადაცემა ვერ თამაშობს ბურთზე მაღლაკელიძე, უთით რჩება ბარბაკაძე. ლიბოგრუპმა დააღწია ძალიან რთულ ჯგუფს თავი და შემდეგ უკვე მათ გამოთის შესასპარეზობას თამამო თქვათ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი კოკა-კოლა. ხაუტად მიიჩნეოდა რა თქმა უნდა ტურნირზე კოკა-კოლა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ეს ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ლიბოგრუპმა. ბაბაკიშვილი ბურთით მაღალი გადაცემა, ჟვანია მეორე სართულზე იბრძოლებს კალანდიას წინააღმდეგ, თამაშს წესებს არ უღებს საბოლოოდ როგორც ჩანს. ჟვანია კალანდია განაახლებს თამაშს სტანდარტით. კაცია წოდამოყელება ზაკაგა ფრუიძის და ბურთი ფრუიძის დარტყმა კარის მართულებით არაზუსტია, მაგრამ როგორც ჩანს იქამდე ბურთი გაექცა მოდის ფარგლებს გარეთ ჯუბა ფრუიძეს. კაცია ბარბაკაძე ძალიან ცუდი გადაცემა, ჟვანია ჩაჭრა ეს ბურთი, შემდეგ დარტყმას ცდილობდა ვერ ახერხებს ფრუიძეზე გადაცემა, ძალიან კარგი ფრუიძე თავით ცდილობდა დარტყმას, მაგრამ ძალიან სუსტი იყო ეს დარტყმული ამოდროულად არაზუსტი. ბარბაკაძე მაღალი გადაცემა, მაღლაკელიძე ვერ თამაშობს ბურთზე, კარგი არის გორდაძე დაცვაში, აუტი მაინც დარჩა ჯეოქლინს. მაღლაკელიძე ბურთით დაუგორა, ბურთი კალანდიას დარტყმა, ბაბაკიშვილი კარგი არის, შემდეგ ცდილობდა მაღლაკელიძე დამატებას, მაგრამ კარგი არის კარში ბაბაკიშვილი. აუტი დაახლოებით იგივე პოზიციაზე მოაწოდოს აუტი ჯეოქლინმა. კაცია გააკეთებს ამას. კაციას გადაცემა, შემდეგ ბურთზე ურთაბრძოლა მოიგო მაინც ეს ბრძოლა კაციამ, შემდეგ კარგი არის ძალიან დაცვაში. ზაქარიაძე მოიგერია ბურთი. კიდევ ერთი აუტი მოაწოდოს ჯეოქლინმა, ყანჩელაშვილი ბურთით და კარგი არის დაცვაში გორდაძე, შემდეგ ჯარიმდება მის წინააღმდეგ ყანჩელაშვილი და საიდან გამოაცალა ბურთი გორდაძემ ყანჩელაშვილს. ბრავო, ძალიან კარგი იყო მომენტში გორდაძე. მოიპოვა შემდეგ საკუთარ ნახევარზე ჯარიმა. მაღალი გადაცემა ჟვანიაზე არ გადის. კალანდია ბურთით. გადაცემა ძინძიბაძე, მაღლაკელიძე გაითამაშა ბურთი და ძელს ხდება ბურთი. ადარჩა ლიბოგრუპი გაშვებულ გოლს ამ მომენტში, კარგად გაითამაშეს ბურთი ჯეოქლინის თამაშეებმა და ძელმა გადაარჩინა ლიბოგრუპი გაშვებულ გოლს.
ბარბაკაძე შემდეგ ძლიერ დაბალ გადაცემა, მაგრამ ძალიან არაზუსტი იყო ეს გადაცემა და ბურთი დარჩება ლიბო გრუპს. უკბიდა ფაქტობრივად ამ მომენტში. შეუქმნა ლიბო გრუპს ძალიან საფრთხოდ შეუტია და შექმნა ძალიან კარგი მომენტი. ალანდია ძალიან კარგი არის დაცვაში მოიგერა ბურთს საკუთარ ნახევრიდან. ეტოვის ნახევარზე აუტინო მოაწოდოს. ლიბო გრუპმა შვანია გადაცემა ბაბაკიშვილზე, ბაბაკიშვილი შემდეგ გორდაძეზე არ გაჩეს გადაცემა. სწრაფად შეიყვანა ბურთი თამაში აუტიდან ჯეოქრინმა და სწრაფად დაკარგა ბურთი, შემდეგ გორდაძე იგერიებს ბურთს. ძალიან შორს მეტოქის ნახევარზე. აიძაბა მოენის სიტუაცია და გამიყოს რა თქმა უნდა არბიტრმა. დაახყვეთოს ეს ქმედება. მეტონო დაცხრა სიტუაცია და ცოტა ხანში ალბათ განაახლებენ თამაშს. თამაშები უნებრივია რესურსის გავს. კადრებს არ გვაჩვენებენ. ახლა უკვე მოდის კარგად გარი დაპირისპირება, რა თქმა უნდა, პოზიტიურ კონტექსტში. შემატკივრებით ცდილობენ გადაფარონ ერთმანეთის მაამხნევებენ თამაშებს. აქ თამაშწესების დარღვა არ არის, როგორც ჩანს ჟვანიას მხრიდან ზაქარიაძეს მისდის ბურთი დარტყმა და 2-0 ხდება ანგარიში. მოახერხა მეორე გოლის გატანა ლიბო გრუპმა, თუმცა გადამოწებას ითხოვენ ამ მომენტის ჯეოქრინის მოთამაშეები. ჯერჯერობით არ შეუცვლია გადაწყვეტილება არბიტრს. მოითხოვა ჯეოქრინმა რა თქმა უნდა ამ მომენტის გადამოწმება და აბა ნახოთ გადამოწმს აუცილებლად რა თქმა უნდა ამ მომენტს ორი არბიტრი. აქ თითქოს ბურთი პირველ თამაშობს კაცია და ზურგიდან რით შემდეგ უგიძგა ჟანიამ კაციას თითქოს იყო თამაშწესების დარღვა, მაგრამ რა თქმა უნდა მაინც ცოტა დავალოდოთ თავარი არბიტრის გადაწყვეტილებას. რა ხდება ერთი შევიდეთ პოლემიკაში, არაფერი არ მხარში აჯობა. ძალიან სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება არბიტრმა და აჩვენა მარშეცვის იგი გადაწყვეტილებას 2-0 ხდება ანგარიში და უკვე საგრძნობელი უპირატესობა მოიპოვა ლიბო გრუპმა. ვარის შემდეგ ვიდეო გადამოწმების შემდეგ არბიტრმა დატოვა გადაწყვეტილება ძალაში 2-0. ატანი გოლის ავტორი ნიკა ზაქარიაძე, გუნდის კაპიტანი, რა თქმა უნდა მასაც აუცილებლად უნდა გაეტანა დღევანდელ შეხვედრაში 2-0 და ახლა უკვე სერიოზული ამოცანის წინაშე დგას ჯეოქრინი. ორბურთიანი უპირატესობის აღმოფხრა ძალიან რთული იქნება რა თქმა უნდა ლიბო გრუპის წინააღმდეგ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ფეხბურთში კიდევ ერთხელ ამოწმენდა მომენტს თავი არბიტრი. ახლა კიდევ ერთხელ დატოვა ძალაში საკუთარი გადაწყვეტილება ბარბაკაძე გზელი გადაცემა. ძინძიბაძე ვერ თამაშობს ამ მომენტში ბურთზე და ბურთი დარჩება ლიბო გრუპს. აქვს ჯერ კიდევ დრო რა თქმა უნდა ჯეოქრინს დაახლოებით 10 წუთი პლუს დამატებითი დრო. რა თქმა უნდა ამ დროში შეიძლება ბევრი რამე შეცვლა, გაათამაშა აუტი. ლიბო გრუპმა მოიგერია ბურთი ძალიან წინ ლიბო გრუპის უკანა ხაზელმა. აღლაკელიძე გადის მოედნიდან. ალანდია ითამაშებს ის ნაცვლად ნახაზიდან ხოდრას მოუტანს. ეს მება ჯეოქრინს. ერთი თამაში ჯეოქრინის 2 ნომერი, შემდეგ დაბალი გადაცემა მოედნის დარიმოში. ლიბო გრუპის არავინ არ იყო ჯეოქრინის მხრიდან, შემდეგ თამაშწესების დარღვევა. ხდება მეგობრებო, იძაბება და აიძაბა სიტუაცია კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა ეს ხდება მსგავსი სიტუაცია ფინალში, რა თქმა უნდა ყოველთვის არის არაერთხელ ვინახავს
ამ ტურნირზეც არა ერთხელ გვიხილავს ეხურჩი, მაგრამ რა თქმა უნდა შეიძლება და გორმე უნდა აიყვანო მოთამაშეებმა. ავი ხელში. ამასობაში აზო კორძანზე გადის მოედნიდან და შედის მოედანზე ნიბო გრუპის 17 ნომერი გიორგი ბრეგვაძე. სტანდარტი უნდა გაათამაშოს ნიბო გრუპმა გორდაძე და ზაქარიაძე ბურთთან. ეს მის სასტვენი გორდაძე მარტო დარჩა ბურთთან. ათამაშა ბურთი შვანიას დარტყმა იღბება ამ დარტყმულს. აცია და ლამის ნიბო გრუპის კარში გავიდა გოლი. ძალიან წინ იყო გამოშვი ბაბაკიშვილი. და მათ საბედნიეროდ ნიბო გრუპის საბედნიეროდ 15 კარს გორდაძე ონის ცენტრში. იმაგრა ბურთი შემდეგ გააცემა აუძე გადადის ბურთი. აუტი რჩება ნიბო გრუპის უნაიდან ბოლოს ძიძიბაძის მოხდა ბურთი. ალაკელის დაბრუნა მოედანზე და მოედნიდან გადის ლევან ძინძიბაძე. ათამაშა ბურთი ნიბო გრუპმა. გადაცემა ფუიძე, შემდეგ ზაქარიაძე, კარგი არის მის წინააღმდეგ ყანჩელაშვილი და ჯეოქინს რჩება ბურთი. ახალი გადაცემა, გორდაძე კარგი არის დაცვაში, ფუიძე, ბრეგვაძე ვერ მიასწრებს ამ ბურთს. კიდევ ერთი აუტი უნდა მოაწოდოს ჯეოქინმა. ბაკაძეზე გადაცემა, შემდეგ გადაცემა არ გადის, ჩაჭრა ბურთი ბრეგვაძემ. ის ცენტრში ორთაბძოლა ზაქარიაძე ძალიან კარგად შეინარჩუნა ბურთი, თუმცა შემდეგ ძალიან კარგი არის კაცია პრესინგზე მაღლაკელიძე. სტრაფი კონტროლში თუ გამოვა, კარგი გადაცემა ყანჩელაშვილი შეუძლია აქედან კარში დარტყმა, ყანჩელაშვილის უმოძრაობა მაღლაკელიძე დარტყმა და შეეხო ბურთს ბაბაკიშვილი არა როგორც ჩანს ძალიან კარგად შეუტია ამ მომენტში ოქნინმა ნიბო გრუპს და ძალიან ცირე დააკლდა ის გატანამდე ჯეოქინს, მაგრამ ფორტუნა ჯერჯერობით არ წყალობს. ჯეოქინს მაღალი გადაცემა ბაბაკიშვილი ძალიან კარგი არის. საჯარიმოში შემდეგ ბურთი დაუტოვა ზაქარიაძემ ბრეგვაძეს მაღალი გადაცემა ფრუიძეზე არ გადის ბარბაკაძე ბურთით ახლა უკვე მისი მაღალი გადაცემა აქ ბურთზე ვერ ითამაშებს რა თქმა უნდა მაღლაკელიძე და ბურთი დარჩება ნიბო გრუპის მეკარე ნიკა ბაბაკიშვილი გორდაძეს გადაცემა გორდაძე საჯარიმოში ძალიან ბევრს რისკავს მაგრამ აიც იყო გადაწყვეტილება შემდეგ ჟანიას გასროლა და ძალიან საფრთხო იყო ეს დარტყმული. თუმცა მცირე მანძილის ხდება ბურთი კარს. ბარბაკაძე უნდა განაახლოს ძალიან სწრაფად თამაში. კალანდია რისკავს, მაგრამ ძალიან კარგი მოძრაობა მისი მხრიდან შემდეგ გადაცემა გააკეთა. კალანდიამ რომელიც ჩაიჭრა და მონის ცენტრში დაიწყო თამაშის წესები. მაღლაკელიძის წინააღმდეგ სტანდარტულად გაათამაშოს ბურთი ჯეოქინმა. ამასობაში დაახლოებით 5-6 წუთი რჩება შეხვედრის დასრულებამდე. და რაც უფრო გადის რომით უფრო მძიმდება ჯეოქლინის სიტუაცია კალანდია ყანჩელაშვილი ბურთთან ყანჩელაშვილის გამორბედ დარტყმა ზაქარიაძე ეხბება ამ დარტყმულს აუძე გადადის ბურთი აუცი მოაწვის ჯეოქლინის 2 ნომერი მაღლაკელიძე მოედნის ცენტრში არასტიანოს მოტრიალებას კალანდიას დარტყმა ეხბება ამ დარტყმულს ზაქარიაძე ამოსუნთის საშუალებას არ აძლევს ნიბო გრუპის არც ერთი მოთამაშე ჯეოქლინის არც ერთ მოთამაშეს კიდევ ერთი აუტი ვერ ახერხებს ჯერჯერობით ჯეოქლინის თამაშის გამწვავებას კაცია შეუძლია დარტყმა კარის მართულებით შვანია კარგი არის დაცვა შემდეგ გორდაძე შეიმაგრა ბურთი მაგრამ ბოლოს მაინც გაექცა ბურთი მოდის ფარგლებს გარეთ კაცია მაღლაკელიძე მიიღო მოენის ცენტრში ბურთი მაღლაკელიძე შეუძლია დარტყმა მაგრამ არაცდის ბრეგვაძე ამ მომენტში მას ბურთზე თამაშს ყანჩელაშვილი გაითამაშა ბურთი მაღლაკელიძე აუტიდან ძალიან მალე მოიპოვა ბურთი ნიბო გრუპმა ფრუიძე მარცხენა ფლანგიდან დარტყმა კარის მართულებით და 3-0 ხდება ანგარიში 3-0 და დასვა თუ არა წერტილი ამ მომენტში ჯუბა ფრუიძემ დუბლი გაიფორმა ნიბო გრუპის 88 ნომერმა და ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ
აქ ბარბაკაძის მიუტოვებელი შეცდომა არ იყო ისე ძლიერი დარტყმული, რომ ვერ აიყო მეკარეს და რა თქმა უნდა უმეტესად დამნაშავა მომენტში არის ჯოუკინის მეკარე, მაგრამ ამ მომენტში რა თქმა უნდა აღარავინ დაიწყებს ამის გარჩევა, 3-0 ხდება ანგარიში და უკვე საგრძნობელი უპირატესობა აქვს ლიბო გრუპს და დიდი ალბათობით ისინი იქნებიან ორიკა ჩემპიონატის მეოთხე სეზონის ჩემპიონები. კაცია კუთხურიდან გაათამაშა ბურთი, კარგი არის დაცვაში გორდაძე, შემდეგ ზაქარიაძე ორთაბრძოლაში წააგო ორთაბრძოლა ანჩელაშვილდა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იგი ომის მოგებასთან. პრუიძე ზაქარიაძეს დარჩა ბურთი გადაცემა პრუიძეზე მეორე სართულზე ვერ ითამაშებს ბარბაკაძე, კარგი არის საკუთარ საჯარიმოში. ყანჩელაშვილი მარჯვენა ფლანგიდან წამოიღო ბურთი ჯეოქლინმა, ყანჩელაშვილის სრულმოძრაობა დაიღო თამაშის წესები, ჯარიმა ჩაქრა თითქოს ჯეოქლინი მესამე გოლის შემდეგ კალანდია ბურთით გადაცემა არ გადის მაღლა კელიძეზე ორთაბრძოლა პრუიძე კარგი არის ძალიან მოიგო ორთაბრძოლა ბურთით მაინც ჯეოქლინია კალანდია მაღალი გადაცემა მაღლა კელიძე ვერ თამაშობს ამ ბურთზე და ბურთი დარჩება ბაბაკიშვილს მეორდება ჯეოქლინისთვის ის დრამა რომელიც იწუნიეს მათ წინა სეზონის ფინალშიც კარგი არის კაცი აქ, მაგრამ ბაბაკიშვილი არ ვიცი მე-6 უცველი მოდის არგლებზე გამოდის და ნეიტრალ სიტუაცია შემდეგ ჟვანია შეინარჩუნა ბურთი კაცია თამაშობდა შემდეგ პრესინგს მასზე და აუტიდან მაინც ბურთი დარჩა ნიბო გრუპს აქ უძე უტყავდა კარისმართულობით ამ მომენტში უკვე აჯობა ბარბაკაძე შემდეგ აუტი მაღალი აუტი მოაწოდა ბრეგვაძემ და ბურთი დარჩება ჯეოქლინს ენის ცენტრში ბრეგვაძე ჩაჭრა გადაცემა ზაქარიაძე არა ყავს კარისმართულებით დაუბრუნა პრუიძეს დარტყმა ხელზე აპელირებდა მოთამაშეები მაგრამ არ რჩევს არ თამაშ შემდეგ ბრეგვაძის დარტყმა თუმცა აეჭრა ბურთი ბრეგვაძეს დაუცმოძო ჯეოქლინი და რასაც ვამბობდი მეორდება ის დრამა რა თქმა უნდა ჯეოქლინისთვის წინა სეზონის ფინალში რა თქმა უნდა გახსოვთ ალბათ თამაშობდა ჯეოქლინი დათმეს ის შეხვედრა პრაქტიკულად ბოლო წუთებზე ახლა უკვე ზედზედ მეორე ფინალს აგებს ეს გუნდი სამწუხაროა რა თქმა უნდა მაგრამ ასეც ხდება ფინალში ამ ტურნირზე იგივე შედეგი დააფიქსირა ედისონმა ონის ცენტრში გადაცემა ზაქარიაძის ბრეგვაძე თავისუფლად შემდეგ პრუიძისკენ ბურთს გააგზავნოს მაგრამ მეკარე კარგი არის ამ მომენტში საჯარიმოში გაანეიტრალა სიტუაცია მოგხსენებათ ედისონმა ზედიზედ ორი ფინალი წააგო ტურნირის საწყის სეზონებში პირველ სეზონში შერატონთან, მეორე სეზონში მარგო ჰოთელთან. ბაბაკიშვილი გზელი გადაცემა. ბრეგვაძე უყავდა თავი და რა ბურთი მოიგერია ბარბაკაძემ. კუთხური ლიბო გრუპს ჩაწოდება. ანჩელაშვილი ორთაბრძოლა შემდეგ ბრეგვაძე ვერ მოახერხა ხერიანად ბურთის გადაგზავნა კარისკენ. ბარბაკაძე და გესმით შეძახილები ლიბო გრუპის გულშემატკივრები ძალიან კარგ ხასიათზე არიან და რა თქმა უნდა ლოგიკური არის ამის მიზეზი ჟვანიას შორეული დარტყმა არ მიზი ჟვანიას მაგრამ აღარც არის საჭირო 3 გოლს იგებს მისი გუნდი კაცია მარჯვენა ფლანგიდან დარტყმა კარისმართულებით ეღობება ამ დარტყმულს ლიბო გრუპის 5 ნომერი შემდეგ კიდევ ცდილობდა შეტევის დამწვავებას ჯეოქლინი მაგრამ ვერ ახერხებენ ერთ ამ ეტაპზე ჟვანია წამოიღო ბურთი საკმაოდ დამაჯერებლად შემდეგ დაკარგა ბურთი მაღლაკელიძე აქვს შანსი დარტყმა კარისმართულებით არაზუსტი არა კარგი შანსი ჰქონდა ჯეოქლინს მაგრამ ვერ ახერხებენ ამ შანსის გამოყენებას ამასობაში დაახლოებით 1-2 წუთი რჩება შეხვედრის დასრულებამდე რა თქმა უნდა ყველანაირი ინტრიგა მყარი არის შეხვედრაში უიძე გადის მოედნიდან აზიაშვილი თამაშობს მის ნაცვლად. მაღალი გადაცემა არ გადის ლიბო გრუპის და ბურთი დარჩება
ჯეოფლინი გაათამაშეს აუტი. ჯეოფლინის მოთამაშემა ყანჩელაშვილი მოვიდეს ცენტრში. დაკარგა ბურთი ყანჩელაშვილმა. დაკარგა მალევე ბურთი იბო გრუპაც. შემდეგ მალაკელიძე კაცია და ჟუანია გენიალურია დაცვაში. ტაქტიკულად სარიელ კარში იყო დარჩენილი მარტო კაცია და გამოასალა ფეხებიდან ჟუანიამ კაციას ბურთი. კაცია დარტყმა კარის მართულებით. ძალიან არაზუსტია, არ ვიცი, თავგანწირი თამაშობს იბო გრუპი. აშკარად მშრალად უნდა კარი შენახვა. მოთამაშეებს ზაქარიაძე ძალიან კარგი ცრუმოძრაობა. ყანჩელაშვილის წინააღმდეგ მეორე ცრუმოძრაობა შეინარჩუნა ბურთი რართულ სიტუაციაში გენიალურია ეს მოთამაშე. შემდეგ დაკარგა მაინც ბურთი იბო გრუპმა, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო მისი მოძრაობები. ბოლო მომენტში აუტიდან შეიყვანა ბურთი თამაში ჯეოფლინმა. მაღლაკელიძე მოვიდეს ცენტრში, დარტყმა კარის მართულებით არაზუსტია. არაზუსტია ბურთი რჩება კვლავ იბო გრუპს. ჟუანია ბურთით. საკუთარ ნახევარზე. გადაცემა ზაქარიაძე რა ლამაზი არის. ეს გადაცემა კვლავ ზაქარიაძე ბურთით. გადაცემა თაზიაშვილი დარტყმა და 4-0 ხდება ანგარიში. 4-0 და არ ვიცი ეს პრაქტიკულად დასასრულია და კი ბატონო. დასასრულია არბიტრის მხრიდანაც დაასრულა შეხვედრა. თავარმა არბიტრმა 4-0. საბოლოო შედეგი აი ასეთი დაფიქსირდა. ედავთ ამ გოლს განმეორებით, არ ვიცი გენიალური იყო ამ მატჩში ზაქარიაძე და ამ გოლში რა თქმა უნდა 80% წვილი მას ეკუთვნის. საბოლოო წერტილი დასვა იბო გრუპის 8 ნომერმა და დასრულდა ორეკა ჩემპიონატის ფინალური მატჩი. დასრულდა იბო გრუპის გამარჯვებით, ზეიმობენ უკვე გუნდები. ხედავთ და რა თქმა უნდა ხვდებით და ხედავთ განსხვავებულ ემოციებს, არის სევ და არის სიხარული. არ გაუმართლა ჯეოფლინის ამ სეზონშიც როგორც წინა სეზონში, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი ხდება ფეხბურთში და ხედავთ როგორ ზეიმობს გამარჯვებას იბო გრუპი, გუნდი რომელმაც რა თქმა უნდა დაიმსახურა ფინალი, რა თქმა უნდა დაიმსახურა ეს ტიტული და საუკეთესო რა თქმა უნდა იყო ამ დაპირისპირებაში იბო გრუპი. გრძელდება ჩვენი რეპორტაჟი, გრძელდება დაჯილდოების ცერემონიით რა თქმა უნდა. ეკავთ ეკრანზე ტურნირის ორგანიზატორს ვანო ლომოუს გამოდის სიტყვით მოთამაშეების გულშემატკივრების მაყურებლების წინაშე. ესეთი არის, არ ვიცი, ყველა იძახის რომ ჰორეკას ტურნირია, რა უნდა იყოს ესეთი, მაგრამ თქვენ რა გულითაც აქ გულშემატკივრობთ ამ ბიჭებს. ჩემთვის ეს სხვა ტურნირის ოცნება და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. ეხლა მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადე ჩვენ საჯებს, ლევანს და კოპას, რომელმაც თელი ტურნირის განმავლობაში ჩვენ გვერდით იყვნენ თელი ტურნირის განმავლობაში. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადე ყველა იმ ხალხს, ვინც ქმნით ტექნიკურად ამ ტურნირს. დათოს ძალიან დიდი მადლობა ულამაზესი სურათებისთვის. ლუკას ძალიან დიდი მადლობა რომ უყურებთ თქვენ თამაშებს და იმებს ეს ბიჭი. მონიკა ეჯუჯიძე, რომელიც ამ სეზონში პირველად კომენტირებას აკეთებს ჩვენი თამაშების და ესე გავაგრძელებ. ასევე ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავითს ბაქსუნის ხელიდან. ასევე ძალიან დიდი მადლობა ბაქსუნის მენეჯმენტს, რომ მოგვცა საშუალება უკვე მეორე სეზონი დავეტარებინა ამ ტურნირზე. და მინდა რომ ჩემ მეუღლეს გადავხადო ასევე ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ ანუ დამიჯერეთ მე მარტო აქამდე ვერ მოვიდოდი, არ არსებობს ეს რო არ ყავდეს, ეს არის ტურნირის წერალი, ყველაფრის მამოტივაციებელი და ყველაფერი. დიდი მადლობა ლუკას. ეხლა მინდა ჯერ დავიწყოთ ისეთი ნომინაციებით, რაც აშკარად სახეზე იყოს, არა ტურნირს დავიწყებ. სნეკიზე ცალკე ვიღაც წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა ტურნირის ორგანიზატორმა ვანო ლომორმა და ახლა უკვე იხილავს დაჯილდოების ცერემონიას. ეს ნომინაციები რა. ჩვენი ტურნირის მეოთხე სეზონის ბომბარდირი გახდა გიორგი შვანია.
გიორგი ჟვანელი იბო გრუპის 4 ნომერი ხდება ტურნირის ბომბარდირი. ანა გასაკვირი იყოს ეს არის იბო გრუპის უკანა ხაზელი, მაგრამ ბომბარდირი გახდა აგერ. ილოცავი. მილოცოთ ჟვანიას ეს ტიტული. ანუ ჩემი აზრით ეს ნომინაციაც ანუ დაახლოებით უფრო ეტაპზე გადავწყვიტე ალბათ ამის გაკეთება. და რომ მივესალმოთ ჩვენი ტურნირის საუკეთესო მეკარეს და აბა რა თქმა უნდა, იტა ბაბაკიშვილი ხდება ტურნირის საუკეთესო მეკარე. საუბრობდი და არა მარტო მე რაღაც მომდა როგორც ყველა საუბრობდა. შეუძლებელი სეზონი ქონდა ნიკა ბაბაკიშვილს. შეუძლებელი შედეგი ამ სეზონში დამსახურებელი ჯილდო ტურნირის საუკეთესო მეკარე ხდება ნიკა ბაბაკიშვილი. საუკეთესო მე მინდა რომ ბოლოს შემოვიტოვო და ეხლა მინდა რომ გადავიდე მეორე ადგილოსან გუნდზე. ანუ ყველა ალბათ რა ვიცით დადიხართ ყველა მიცით ყველა ხედავთ ამ ბიჭებს თავის თამაშია თუ არ არის თავის თამაში ყოველთვის აქ არიან უყურებენ განიხილავენ თამაშებს არ ვიცი ეს გუნდი არის ეხლა შესაძლებელს ვეუბნებოდი ჩემთვის არიან გუნდის მაგალითი როცა ეს ბიჭები აქ ჩვენთან ესე თამაშობენ და ესე აქცევენ გუნდს ყურადღებას არ არსებობს რომ სადისტრიბუციო კომპანია ჯეოკლინი სადმე ცუდად მუშაობდეს თავის საქმეში ჩემი აზრით იმიტომ რომ როცა ესეთი ბიჭები არიან მენეჯმენტში თუ უბრალოდ ნებისმიერ პოზიციაზე, არ ვიცი, ეს კომპანია აუცილებლად იქნება ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა მინდა განსაკუთრებულად მინდა მადლობა გადავუხადო ლაშას, რომ ლაშა პირველ ამათი შემოსვლის მეორე სეზონში შემოვიდა ჯეოკლინ ჩვენ ტურნირზე და მეორე შემოსვლიდან იმ დონეზე აქტიურად ჩართულია, იმ დონეზე ბევრ რამეში გვეხმარება თუ რამე დაგჭირდება. მართლა პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა ლაშა და ბიჭებმა ძალიან რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჯეოქლინის ძალიან გუნდს იმისთვის რომ აჩუქეს სანახაობრივი როგორც წინა სეზონები ასევე მეორე სეზონი მადლობა და გადაეცემა ჯეოქლინის მოთამაშეებს ის მედელი გამარჯვებულები იღებენ სნექის პროდუქციას ნაკრებს კლიენტს კრანჩსაც კლასიკსაც ტუპიკებსაც შეიძლება ტურნირში არ გქონდა ნომინაციები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა მინდა რომ ყველას გაიგოთ, იმიტომ რომ ეს ბიჭი მართლა ძალიან დიდ შრომას წევდა ამ გუნდისთვის. მინდია კარადია, რომელიც იყო ჯეოკლინის წვლილი და აი ძალიან პროფესიონალურად იღებდა. მინდა კალენდარს გადაეცემა როგორც ჩვენი საუკეთესო მწვრთნელის ტიტული. მიულოცოთ რა თქმა უნდა მას სულიად დამსახურებული ჯილდო. მეგობრებო, გადავედით პირველ ადგილზე თუ ჯერ გამოვაცხადეთ საუკეთესო მოთამაშე. მე მგონი ჯერ საუკეთესო მოთამაშე უნდა გამოვაცხადოთ და ამ ადამიანს ამ გუნდის ამ ტურნირზე შემოსვლიდან ესე რომ ვთქვათ, მამოძრავებელი ძალაა, კაპიტანია და რა ვიცი, ყველაფერი ამ გუნდისთვის ჩემია. მეოთხე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. რა თქმა უნდა. ნიკა ზაქარიაძე ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, რა თქმა უნდა, იბო გრუპის სულის შემდგმელი, დამფუძნებელი, კაპიტანი, ლიდერი. დაუპირობოთ, რა თქმა უნდა,
საუკეთესო მოთამაშე. დამსახურებული რა თქმა უნდა ეჟილო და მივლოცოთ საოცნებლად ზაქარიაძეს. და ეხლა რამოდენიმე სიტყვა უკვე გამარჯვებულ გუნდზე გადავიდეთ. გამარჯვებული გუნდი ვიცით რომ არის სადისტრიბუციო კომპანია Libo Group, რომელიც ჩვენ ტურნირში მონაწილეობს მეორე სეზონიდან. ხო, ხოსტად მახსოვს. ეს არის უკვე მესამე სეზონი და სადებიუტო წარმატებული გამოდგა. მე მიხარო და ნახევარფინალების მერე უკვე რომ 4 გუნდი დარჩა, ისეთი რომელსაც აქამდე მოგებული არ ქონდა ეს ტურნირი და აუცილებლად მეორე სეზონში ახალი ის გვეყოლება რა ვქეთ, ჩემპიონი გვეყოლებოდა. ასე რომ ანუ მე და დავითმა ესეთი რაღაცა მოვიფიქრეთ. გუნდები, რომელიც მომდევნო სეზონში გამოხვალთ და გააგრძელებთ ისევ ჩვენ ტურნირზე მონაწილეობას, მათ ვისაც მოგებული გაქვთ ეს ტურნირის რომელიმე სეზონი, შეგიძლიათ ვარსკვლავი დაიხატოთ გერბზე იმის ნიშნად, რომ ხართ ჩემპიონები. მაშა შენ ვერ ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობთ ჩვენ ტურნირში. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ვიცი, ანუ მე ყველა გუნდის ესე დეტალები ვიცი, ასე თუ ისე, იმიტომ რომ ყველა სტავს ვცდილობდი ხოლმე, რომ ვარჯიშებზე მივსულიყავი და რაღაცა ყველა გამეცნო ასე თუ ისე. ყველას არ გიცნობთ პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ვისაც ახლოს გიცნობთ, ძალიან გაფასებთ, ძალიან დიდი მადლობა, რომ ვარჯიშობდით. ყოველ კვირაში ერთხელ 4 შაბათი გქონდა, თუნდაც მახსოვს აქ რომ 4 შაბათი, და 2 დღე და კვირაში 2 დღე არის, მე მგონი ეროვნული ლიგის გუნდები აღარ ვარჯიშობენ, ასე რომ მივესალმოთ მეოთხე სეზონის გამარჯვებული გუნდი Libo Group. ესე კი ბატონო, მივლოცოთ კიდევ ერთხელ Libo Group-ის გუნდს და მათ შემატკივრებს. ეს გამარჯვება Libo Group-ის მოთამაშეებს გადაეცემათ უთნილი პირველი ადგილის ოქროს მედლები. Joanu. Araki machu. Ledo. Okay, man.
ახლა კი საზეიმო ვითარებაში ლიბო გრუპის მოთამაშეები აღმართავენ კუთნილთას, გადაეცემათ კუთნილჯილდო და კიდევ ერთხელ იზეიმებენ ოფიციალურად გამარჯვებას. ერთხელ დამსახურებული და კუთვნილი რა თქმა უნდა გამარჯვება ლიბო გრუპს, კიდევ ერთხელ უგულცავ ამ გუნდს გამარჯვებას საოცარი სეზონისთვის ნამდვილად დაიმსახურეს ეს ტიტული. მაშ ასე ლიბო გრუპი კიდევ ერთხელ მეოთხე სეზონის გამარჯვებული. მეოთხე სეზონის კულმინაცია. Satisfizia compagnia Liga Gruppi. აღმართავს კაპიტანი და იზემებენ გრუპის მოთამაშეები გამარჯვებას. შესაძლოა ამ საზეიმო ვითარებით დაგემშვიდობებით რა თქმა უნდა გაზაფხულამდე გვადონეთ თვალყური ადევნე თვალყური ჰორეკას ჩემპიონატს. ჩაერთეთ ამ გათამაშებაში წარმოადგენთ იბარს ასტუმროს რომელიმე სადისტრიბუციო კომპანიას და გახდით აი ამ ძალიან კარგი პროექტის ნაწილი, რომელმაც გააერთიანა ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი კომპანია და ფეხბურთი აქცია მათ ყოველდღიურ წესად და ჩვეულებად. რა თქმა უნდა გემშვიდობებით, მაგრამ რა თქმა უნდა არ გემშვიდობებით დროებით. შევხვდებით შემდეგი წლის გაზაფხულზე, მორიგი მეხუთე ტურნირით, რომელიც რა თქმა უნდა უფრო გვპირდება მეტ ემოციას და უფრო მეტ სანახაობას. დროებით შეხვედრამდე. თქვენ კიდე ატყვით ემოციაც? აი ამ ძალიან ლამაზი კადრებით. დროებით.